დაბრუნდა რეაქცია პირდაპირ ეთერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეა ჩვენი სტუმარი. შეკითხვა რომელიც რეკლამამდე დავსვით, ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს. ერთი მუხარას რაც შეეხება არავითარი მუხარა ეს არ ყოფილა, საუბარი იყო რაზე, რომ თუ კომპრომისი დაგარგავს აზრს, ამ შემთხვევაში ბუნებრივია კომპრომისზე წასვლა არის მოკრებული ყოველგვარ რაციონალურ საფუძველს. ჩვენ როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჯერ შეიძლება ჩატარდეს პირდაპირ და შემდეგ არაპირდაპირი არჩევნები, ეს არის რა თქმა უნდა კომპრომისზე მინიშნება, რომელიც პერსონალურ ფაქტორთან არის დაკავშირებული. თუ პრეზიდენტი ჩვენს ამ ასე ვთქვათ აბიჯს არასწორად მიიღებს, ამ შემთხვევაში შეიძლება კომპრომისმა აზრი დაკარგოს და მხოლოდ ამაზე იყო საუბარი. მეტი არაფერი რაც შეეხება გაისად პრეზიდენტის არჩევის წესის ამოქმედებას, ამაზე მსჯელობა გრძელდება კომისიაში, საქართველოს პარლამენტში და ამის საფუძველზე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება. მე არ მაქვს დღეს იმის მანდატი, რომ საბოლოო ჩვენი პოზიცია დავაფიქსირო. მაგრამ ძალიან ღიად გითხარით, რომ ფიქრი მიდის ამაზე. თეორიულად ორივე ვარიანტი შეიძლება ჩვენ განვიხილოთ, ეს არის კომისიის და შემდეგ უკვე პარლამენტის გადასახადი. საინტერესო საუბარი გვაქვს, ვერ გელევით ერთი-ორი კითხვა კიდევ მინდა რომ დაგისვათ. მარგველაშვილთან ბიძინა ივანიშვილი ღია დაპირისპირებაში რომ არ იყოს, საერთოდ ქართულ ოცნებას თუ მოაფიქრდებოდა აი ამ ცვლილებების მიღების აუცილებლობა. გიორგი მარგველაშვილი რომ არ იყოს ასეთი უკონტროლო თქვენი მხრიდან და პირდაპირ ძალიან ცუდ ურთიერთობაში ბიძინა ივანიშვილთან. საერთოდ ვერ ხედავ ვერც ურთიერთობას და ვერც დაპირისპირებას და ამის საფუძველსაც საერთოდ ვერ ხედავ, ანუ აქ დაპირისპირებას საუბარი ზედმეტია. საერთოდ რაც შეეხება გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, ეს გადაწყვეტილებები მიიღება იმ ფორმალიზებული პროცედურების შესაბამისად, რომელიც არის განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობით. ამაზეც ჰქონდა ძალიან არასწორი მინიშნება პრეზიდენტს პარასკევის მოხსენების ასე ვთქვათ ფარგლებში, მინიშნება იყო არაფორმალურ მმართველობაზე და ზუსტად საპრეზიდენტო არჩევნებს დაუკავშირდა. არანაირ კავშირში არ არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ჩვენს გადაწყვეტილებასთან, ჩვენ ხელმძღვანელობთ სისტემის ლოგიკით. გვაქვს უამრავი მყარი არგუმენტი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ უმჯობესი ამ სისტემაში პრეზიდენტი იყოს არაპირდაპირი წესით არჩეული და ერთადერთი რასაც დაეფუძნება ჩვენი გადაწყვეტილება კომისიის და შემდეგ პარლამენტის გადაწყვეტილება იქნება ზუსტად ეს ობიექტური მოსაზრება და პოზიცია. მაგალითად ნაციონალურმა მოძრაობამ სწორედ ამის გამო დაგადანაშაულად იმავე დღეს პარლამენტის სხდომაზე, სადაც გამოდიოდა პრეზიდენტი, ერთგვარ საკონსტიტუციო გადატრიალებაში თუ არ ვწდები თუ კარგად მახსოვს, რომან გოცირი იყო ამ სიტყვების ავტორი. ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა ბოლო პერიოდში, აი რა ის კვლევები მაქვს მხედველობაში, გიორგი მარგველაშვილი აღმოჩნდა კვლევების რეიტინგების ლიდერი. უმრავლესობის ასეთი განსაკუთრებულად აგრესიული ტონი, რაც ჩვენ იმ დღეს ვნახეთ პრეზიდენტის მიმართ, არა ობიექტური, არა კვალიფიციური, რეალობას აცდენილი, ნაციონალების რიტორიკით გაჯერებული და ასე შემდეგ. ხომ არ გამოიწვია ერთგვარმა ეჭვიანობამ სწორედ ამ თემაზე, რომ მარგველაშვილი აღმოჩნდა რეიტინგების ლიდერი ბოლო კვლევების. IBM-ის მიერ დადებული შედეგები ჩვენ არასდროს არ გვაძლევს ხოლმე არჩევნების შედეგების პროგნოზირების საშუალებას, თლიანად ასწენილია სინამდვილეს, თუმცა IBM-ის შედეგები ჩვენ გვაძლევს ხოლმე იმის გამოცნობის საშუალებას, თუ რა მიზნები აქვს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც დგას IBM-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევების უკან. ჩვენ შეგვიძლია აქედან გამომდინარე განსაზღვროთ ის თუ საით სურს პროცესების წარმართვა IBM-ის უკან პოლიტიკურ ძალებს, ეს არის ის პასუხი, რაც შემიძლია გაცეთ. არგჯერათ მოკლედ მარგველაშვილის რეიტინგების ლიდერობის შეიძლება ეს. აქ იყო კონკრეტული გზავნილი ჩადებული და ამ გზავნილის უკან იდგნენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები. ეს იყო დაგვეთილი გზავნილი, რომელიც IBM-მა შემოგთავაზა. კონკრეტული გზავნილი იმისთვის, რომ მომავალში ერთიანი ოპოზიციური ფრონტის ლიდერი შეიძლება აღმოჩნდეს დღევანდელი პრეზიდენტი. ამ ყველაფრის უკან კონკრეტული განზრახვა, კონკრეტული მიზანი და ეს მიზანი იყო გახმოვანებული IBM-ის კვლევაში. კარგით, მოდით მე მინდა ისევ დაუბრუნდეთ თქვენს სიტყვას, ძალიან ყურადღებით გავეცანი იმ დღეს თქვენს გამოსვლას. ბევრი თემა იყო, რომელზეც მინდოდა კითხვები რომ დამესვა. პირველ რიგში ისევ აი პრეზიდენტზე ვსაუბრობდი და თქვენ როდესაც ბრძანეთ, რომ აცდენილი იყო ობიექტურობას. აი დაუშვათ თუ გავიხსენებთ რაღაც დეტალებს, რაზეც მარგველაშვილი საუბრობდა. გაჭირვება, ეკონომიკური სიდუხჭირე, სიღარიბე, სოციალური მდგომარეობა, უმუშევრობა. არ
არის ეს ყველაფერი რეალობა? რატომ მიიღო ასე მწვავედ ოცნებამ თუნდაც პრეზიდენტის მხრიდან მოწოდებული ეს პრობლემები, მაშინ როცა იგივე კვლევებით ერთი არის თქვენ გჯერათ არ გჯერათ, მაგრამ ალბათ ამაში დამეთანხმებით ნებისმიერი კვლევა რომ ჩაატაროთ, რომ ქვეყნის ნომერ პირველი პრობლემები მართლა ეს პრობლემებია, უმუშევრობა, სიღარიბე და როცა მე ამ კვლევებზე რაღაცნაირად ვაპელირებ, იქ სხვა შორის საინტერესო პასუხები იყო აი იგივე აირაის კვლევებში, რომ ხალხი ისევ ნომერ პირველ პრობლემებად ხომ ასახელებს ამ უმუშევრობას და სიღარიბეს და პლუს მთავარ ერთ-ერთ პრობლემად ასახელებს იმას, რომ ოცნებამ ვერ შეასრულა თავისი დაპირებები. ოცნების მთავარი დაპირება იყო უკეთესი ცხოვრება, განახევრებული გადასახადები და ასე შემდეგ. ეხლა აღარ ჩამოვთვლი ამ თქვენს ძველ დაპირებებს, გუნდის ძველ დაპირებებს. ანუ რატომ იყო ეს აცდენილი რეალობას არ რაც შეეხება უმუშევრობას და სიღარიბეს, ამას არამარტო კვლევები ადასტურებს, ჩვენ ყველა ვიცით, რომ ეს არის მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოსახლეობის. აქ სად იყო არაობიექტურობა? ფრაზა დაიწყო ასე პრეზიდენტის, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ავაშენეთ ისეთი ქვეყანა, სადაც არ არის სიღარიბე და ეს შემდეგ. კონტექსტიდან გამომდინარე ისე იკითხებოდა ეს ფრაზა, რომ თითქოს ამ 4 წლის განმავლობაში მთავრობა შეეძლო ამის გაკეთება, ანუ სიღარიბის სრულად დაძლევა, პრობლემების სრულად მოგვარება და ეს არ გააკეთა. ამაში იყო ზუსტად აცდენა იმ სინამდვილისგან, რომელიც არის ჩამოყალიბებული. სინამდვილეში ხდება რა? 2012 წელს ჩვენ მივიღეთ კონკრეტული მემკვიდრეობა. ხო, ეს მემკვიდრეობა გამოიხადებოდა კონკრეტულ ციფრებში, მათ შორის ეს იყო სიღარიბის ძალიან მაღალი დონე და ეს იყო ეკონომიკური ძალიან დაბალი მაჩვენებლები. მათ შორის დაუშვათ $8,000 იყო ერთ სულ მოსახლეზე მუდმივ ფასებში ეკონომიკა, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ სიღარიბის დონე იქნებოდა ბუნებრივია 2012 წლისთვის ძალიან მაღალი. რაც შეეხება ეკონომიკურს დასპი, თავარი არის ეკონომიკა, ხო, მთლიანი შიდა პროდუქტი რა აქვს ქვეყანას. რაც შეეხება განვითარების პერსპექტივას, რაც არ უნდა მოინდომოს მთავრობამ თუ ნავთობმა არ ამოხეთქა ქვეყანაში, მაქსიმუმი რისი გაკეთებაც შეიძლება, ანუ ოპტიმალური მაქსიმუმი ასე ვთქვათ, არის 7 წელიწადში მთლიანი შიდა პროდუქტის გაორმაგება. ეს არის მაქსიმუმი, რაც შეიძლება გააკეთოს ნებისმიერმა მთავრობამ. გაორმაგების პირობებში დღეს გვაქვს $10,000 ოდნავ გადაცილებული ჩვენ მთლიანი შიდა პროდუქტი, გაორმაგების პირობებში ჩვენ წარმოიდგინეთ 7 წელიწადში ვეწევით ბალტიისპირეთის ქვეყნებს. საუბარი აღარ არის გერმანიასა შვეიცარიასა. ეს არის სინამდვილე. ჩვენ ის კი არ უნდა ვთქვათ, რომ სიღარიბე არის და ეს თავრობის ბრალია. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ არის პრობლემა ქვეყანაში და შემდეგ ობიექტურად უნდა შევაფასოთ ის თუ რისი გაკეთება შეეძლო მთავრობას და რა გააკეთა. თორე სიღარიბე რომ თქვენმა თანაგუნდელებმა თქვენ არ იყავით ამ განცხადებების და დაპირებების ავტორი, მაგრამ წარმოუდგენელი დაპირებები მაქვს მე პირადად მოსმენილი და არაერთხელ შემდეგ გაშუქებული არქივიდან. რაც შეეხება ქართული ოცნების პროგრამას, რომელიც 2012 წელს მომზადდა და შემდეგ 2012-ში კიდე გაიბარა გარკვეული ხარვეზები, იმიტომ რომ ომის მდგომარეობაში იყო მაშინ ქართული ოცნება და პროგრამის მომზადების პროცესაც ეს ბუნებრივია დაეწყო. რაც შეეხება ჩვენ პროგრამას, განსაკუთრებით 2016 წლის პროგრამას, აქ არის ჩადებული ის დაპირებები, რომელიც არის აბსოლუტურად რეალისტური, არის ამბიციური და იმავდროულად არის რეალური. თუმცა ამ დაპირებებშიც კი შეუძლებელია ადამიანი თუნდაც 4 წლის თავზე დაპირდეს ჩვენ მოსახლეობას სიღარიბის სრულად დაძლევას. რატომ? იმიტომ რომ მაქსიმუმი რაც შეიძლება გააკეთო 4 წლის შემდეგ ეს არის დაახლოებით 30-40% თვლიანი შიდა პროდუქტის გაზრდა. რაც ნიშნავს იმას, რომ სიღარიბე ქვეყანაში დარჩება, ჩვენ თავარია რომ ყოველდღიურ რეჟიმში გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ მუდმივად შევამციროთ სიღარიბე და მუდმივად ვიზრუნოთ იმისათვის, რომ დავძლიოთ ეკონომიკური პრობლემები. თუმცა ის ადამიანები, ვინც ასეთ რაღაც ზღაპრულ დაპირებებს აძლევდნენ არჩევნების წინ 2012 წლის წინ მოსახლეობას, ალბათ კარგი იქნებოდა, რომ მათ ესე თქვათ, რასაც ეხლა თქვენ ამბობთ და არ ეთქვათ ის, რომ აი გაგინახევრდებათ გადასახადები, გაგიუმჯობესდებათ ცხოვრება, ყველაფერი იქნება კარგად და ზღაპრული ცხოვრების დახატვა ალბათ არ იყოს. არც ერთი ასეთი, ასე ვთქვათ, ზღაპრული დაპირება ჩადებული არ იყო. იყო გარკვეული მესიჯები, რომლებიც შეიძლება კონკრეტული ადამიანების მხრიდან გადიოდა მოსახლეობაში, თუმცა პროგრამაში მაშინაც კი 2012 წელსაც კი არ იყო არც ერთი ზღაპრული დაპირება ჩადებული. ეს არის რეალობა, მით უმეტეს 2016 წლის პროგრამაში. ანუ პრეზიდენტს უნდა ეთქვა რა, რომ არის პრობლემები და რა კეთდება ამ პრობლემების დასაძლევად, ეს უნდა გაენალიზებინა. თორე სიღარიბე რო არის ქვეყანაში, ამის თქვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ეს არის რეალობა. და პოლიტიკური სტარტი ერთგვარი წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისი. ასეთ ფრაზებს შეყავს საზოგადოება შეცდომაში, როცა საზოგადოებას ეუბნები, რომ აი შენ
გააქვს სიღარიბის პრობლემა და 4 წელიწადში შეეძლო მთავრობას ეს პრობლემა გადაეწყვიტა და ვერ გადაწყვიტა. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ძალიან უხეში მცდელობა. მადლობა. სასამართლო, რომლის კრიზისზე ისაუბრა პრეზიდენტმა და მედია. მოდით მე ამ ორივე თემას ერთ კითხვაში გავაერთიანებ. რუსთავი 2-ის საქმე არის საუკეთესო მაგალითი იმისთვის, რომ ორივე თემაზე ესე ერთ კონტექსტში ვისაუბროთ. სასამართლოს კრიზისზე ილაპარაკა გიორგი მარგველაშვილმა. თქვენ თქვით, რომ არ არსებობს სასამართლოში კრიზისი, როდესაც იმ დღეს გამოდიოდით პარლამენტში. ის ფაქტი, რომ აი მაგალითად რუსთავი 2, რომლის წაღების მცდელობაშიც არის ეჭვმიტანილი ხელისუფლება, ერთ მშვენიერ დღეს რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესის 9 მოსამართლე იღებს ერთსა და იმავე გადაწყვეტილებას, რომელსაც შემდეგ უახლოეს დღეებში აჩერებს სტრასბურგი. არ მეტყველებს იმაზე, რომ სასამართლო არის კონტროლის ქვეშ მთლიანად ხელისუფლების? არავითარ შემთხვევაში ეს ამაზე არ მეტყველებს, რაც შეეხება მედიას და მასთან დაკავშირებულ სასამართლო საქმეს. ჩვენ ხო ყველას კარგად გვახსოვს, თქვენ ყავდათ პრეზიდენტი ეთერში და თუ იმედზე იყო თვარსები, კითხვა დაუსვა ჟურნალისტმა უკაცრავად იმასთან დაკავშირებით, ახსოვდა თუ არა მას, რა მოხდა რუსთავთან დაკავშირებით 2004 წლის შემდეგ. მან თქვა, რომ არ ახსოვდა. ესეთი პასუხი არის ჩემთვის პირადად მიუღებელი, იმიტომ რომ ვინც კი ვიყავით დაინტერესებული იმ პროცესებით, რომელიც ვითარდებოდა საქართველოში 2004 წლის შემდეგ და ვინც კი ვიყავით აღშფოთებული იმ ყველაფრით, რასაც აკეთებდა მასში ხელისუფლება, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რა მოხდა რუსთავი 2-თან დაკავშირებით და ზოგადად რა მოხდა მედიაში. მედიაში მოხდა შემდეგი რამ. 2004 წელს იყო პლურალიზმი. გახსოვთ თქვენ რა ვითარება იყო, სხვადასხვა მესაკუთრეებს ჰქონდათ კონკრეტული ტელევიზიები და საზოგადოებრივი მაუწყებელიც კი არ იყო ტოტალური კონტროლის ქვეშ. მოხდა 2004 წლის შემდეგ რა? პირველ რიგში მოაქციეს კონტროლ ქვეშ საზოგადოებრივი მაუწყებელი, ჩამოყალიბდა ბორდი, რომელიც მთლიანად ჩამოაყალიბეს პარტიული აქტივი და მთლიანად მოაქციეს პირველი არხი საზოგადოებრივი მაუწყებელი ნაციონალური მოძრაობის კონტროლის ქვეშ და ამის შემდეგ გადავიდნენ უკვე კერძო ტელევიზიებზე. დაიწყეს პირველ რიგში რუსთავი 2-ით, რომლის მიმართაც ჰქონდათ განსაკუთრებული ინტერესი და ყველას კარგად გვახსოვს, როგორ გადაიფორმა ნაციონალურმა მოძრაობამ წილები კონკრეტული მესაკუთრეებიდან და არაერთ გზის. ეს ყველას გვახსოვს, ხო, ეს ყველას თვალწინ მოხდა. შემდეგ იმედზე რა მოხდა, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, როგორ დაიხურა მზე, მეცხრე არხი, იბერია და ეს შემდეგ. ნაციონალურმა მოძრაობამ 2004 წელს დაისახა მისდან სრული მონოპოლიზაცია მედია სივრცეს და ამისას მიაღწია და ამისის მიღწევის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იყო რუსთავი 2-ის აბსოლუტურად არალეგიტიმურად დასაკუთრება. ეს ყველაფერი ჩვენ ხო ვიცით და ერთადერთი რაც გააკეთა უზენაესმა სასამართლომ 9 მოსამართლე 13-დან, სწორედ ეს დაადასტურა ის, რაც ყველამ ვიცით, რაც ყველას თვალწინ მოხდა, მთელი საზოგადოების თვალწინ მოხდა, ხოლო ის დაადასტურა უზენაესმა სასამართლომ. ხო, მაგრამ სტრასბურგმა ხომ შეაჩერა. ამ დროს შეაჩერა რატომ? როდესაც პრეზიდენტი მიმართავს იქ ეგრეთ წოდებული პარტიები და NGO-ები, ეგრეთ წოდებული ნეიტრალური NGO-ები, ყველა ერთად როცა მიმართავს სტრასბურგის სასამართლოს, ის ბუნებრივია ექცევა პოლიტიკური გავლენის ქვეშ. მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ, თუმცა ამ სუბიექტების მიზანი, პრეზიდენტის მიზანი, არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიების და ამ შემდეგ მიზანი იყო პირდაპირ ის, რომ სტრასბურგი მოქცეულიყო პოლიტიკური გავლენის ქვეშ და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. სტრასბურგისგან და ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ. ეს იყო დროებითი გადაწყვეტილება. სტრასბურგს ახლა ევალება სიღრმისეულად შეულობა საქმესთან დაკავშირებით და მას ევალება დასაბუთება. დასაბუთება სტრასბურგს არ ევალებოდა დროებით ზომასთან დაკავშირებით. დღეს უკვე უნდა დასაბუთდეს. სტრასბურგმა უნდა თქვას, რომ ქიბარ-ხალვაშმა თავისინებით რეალურად გერმანიაში ლტოლვილი სტატუსი თავისინებით გადაუფორმა მიხეილ სააკაშვილის ტელევიზიას. თუ ამას ეტყვის სტრასბურგის სასამართლოს, არ ვიცი, მაშინ მე არ ვიცი, თუმცა რეალობა სხვა არის. ჩვენ ვიცით, რომ უზენაესმა სასამართლომ მხოლოდ და მხოლოდ გააფორმა ის, რაც ყველას თვალწინ მოხდა, ის დანაშაული ყველას თვალწინ მოხდა 2004 წლის შემდეგ საქართველოში. რანაირად შეიძლება ამასთან დაკავშირებით ჩვენ ბრალი დავდოთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 9 წევრს. მით უმეტეს როგორ შეიძლება ეს გააკეთოს საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც უნდა იყოს ნეიტრალური მაყურებელი პროცესების და პირველ რიგში უნდა იცავდეს საკუთარი ინსტიტუტების ინტერესებს. ეს არის აბსოლუტურად გამაღიზიანებელი. როცა რუსთავი 2-ის საქმესთან
დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს კრიზისებს საუბრობთ, მაშინ როდესაც ყველამ ერთად ვიცით, როგორ არალეგიტიმურად, უკანონოდაც, უმძიმესი ფორმებით გადაიფორმა ნაციონალურმა მოძრაობამ თავის დროზე რუსთავი 2, ეს არის რა თქმა უნდა საზოგადოებაში საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ცდილობა და ასე საუბარი ბუნებრივი არ შეიძლება. მადლობა და ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, იგივე პრეზიდენტი ამბობს, რომ გიჩივლებთ. იგი მიდის საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელით და საუბარი არის მოსმენების კანონზე, რომელიც ასევე საჩივრის საფუძველი გახდა მოქალაქეებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ოპოზიციისთვის. აი, როცა მარგველაშვილი საუბრობდა, რომ საფრთხეაო საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი პოლიტიკური ძალის ხელში ადასტურებს თუ არა თუნდაც ეს ფაქტი ამ საფრთხეს. გეკითხებით რატომ? უამრავი ოპონენტი ყავს მოსმენების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, პრეზიდენტის ვეტო, ეხლა უკვე სარჩელი და ქართული ოცნება მაინც ამბობს, რომ არა, სწორი არის მათ მიერ შემოთავაზებული. რატომ? ესე იგი, რაც შეეხება საფრთხეს საკონსტიტუციო უმრავლესობა რო საფრთხეა, საფრთხე არის ასანთი ცელქი ბავშვის ხელში. და ჩვენ დავადასტურეთ ამ 5 წლის განმავლობაში, რომ არ ვართ ცელქი ბავშვები და პირიქით, მხოლოდ და მხოლოდ წინ მიყვავს ქვეყანა და ეს არის ჩვენი პოლიტიკური ნება. ვინ არიან ეს ცელქი ბავშვები, ვინც ასანთი თამაშობენ ხოლმე, იმიტომ რომ მაგალითად პირადი ცხოვრების კადრებზე, როდესაც მუხარა იყო და ადამიანებს ცხოვრება დაუნგრიეს, მეჯერ გამოძიებული არაფერი მინახავს. გამოძიება ასეთი საქმეები საერთაშორისოა, ჩვენ გახსოვს ამ კადრებს თავის დროზე ვინაგროებდა პოლიტიკოსებთან დაკავშირებით, სხვა პირებთან დაკავშირებით და მათ ხელში იყო ეს მთელი კარტოტეკა და ვიდეოთეკა, რაც იყო ჩამოყალიბებული თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის პირობებში. გამოსაძიებლად ძალიან რთულია ასეთი ტიპის საქმეები. ჩვენთვის თავარი რა არის, რომ ტოტალური მოსმენების და მიყურადების და ასე ვთქვათ ფარული თვალთვალის პრაქტიკა საქართველოში არის დამთავრებული 2012 წლის შემდეგ. მე განვაცხადე ეს პარლამენტის ხდომაზეც, რომ რეალურად თავის დროზე როცა პრაქტიკა იყო ტოტალური თვალთვალის და მოსმენის და მიყურადების, მაშინ ეს ყველაფერი თითოეულ ადამიანს წინ ხვდებოდა. პირდაპირ ხვდებოდა წინ შანტაჟის სახით, ქონების წართმევის სახით, ციხეში გაშვების სახით და ასე შემდეგ. ეს იყო ის პრაქტიკა, რომელიც იყო ჩამოყალიბებული 2012 წლამდე და სწორედ ამიტომ საუბრობდნენ ადამიანები დერეფნებში თუ სხვა სივრცეში სურსულით. ბატონო ირაკლი, აი ალექსი პეტრიაშვილის და ეკა მიშოლაძის მაგალითი ამ რეალობაში ხდებოდა თვალთვალი გადაღება და მე ვერ გეტყვით კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, მაგრამ რაც შეეხება ასე ვთქვათ, საფრთხეებს, რომლებიც ჰქონდა საზოგადოებას, ეს საფრთხეები იყო ტოტალური პრაქტიკა მოსმენების და ეს პრაქტიკა არის დღეს აკვეთილი. რაც შეეხება თვითონ კანონს, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ იყო საჭირო სწორი ბალანსის მოძებნა სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებსა და ადამიანის უფლებების დაცვის ინტერესებს შორის და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კანონი ზუსტად ასახავს იმ ბალანსს, რომელიც იყო, ასე ვთქვათ, ჩამოსაყალიბებელი. პრეზიდენტი გიჩივლებთ ამის გამო. პრეზიდენტი არ გვიჩივლებს, ანუ მას არ შეაქვს სარჩელი, ეს კიდე ცალკე თემა, ის გამოდის ეგრეთ წოდებული სასამართლოს მეგობრის სტატუსით, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება მოქმედ განმავლობას. ეს პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ესეც არის კიდევ ერთი გადაცემა, რომელზეც სამწუხაროდ ჩვენ უნდა ვისაუბროთ. ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ საპრეზიდენტო არჩევნებზე, მოახლოებულია უკვე ადგილობრივი არჩევნები. მე ეს კითხვა ვიცე-პრემიერს დაუსვი არც თუ ისე დიდი ხნის წინ და მან ასეთი ორაზროვანი პასუხი გამცა, არც უარყო, არც დაადასტურა. შეგიძლიათ მითხრათ, რომ მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებში თბილისის მერის კანდიდატურად განიხილება ვიცე-პრემიერ კალაძის კანდიდატურა. ჯერჯერობით გადაწყვეტილება კანდიდატთან დაკავშირებით მიღებული არ არის. მე შემიძლია ჩემი სუბიექტური პოზიცია თქვა უშუალოდ ვიცე-პრემიერთან დაკავშირებით, ის იქნებოდა შესანიშნავი მერი, ეს არის ჩემი სუბიექტური პოზიცია, დანაკლისი იქნებოდა ის რა თქმა უნდა ენერგეტიკის სამინისტროსთვის, სადაც გვაქვს ძალიან დიდი მიღწევები და ეს მიღწევები არის კონკრეტულ ციფრებში გამოხატული, პრაქტიკულად იდგმება კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ საქართველოს მოსრულყოს თავისი ენერგოდამოუკიდებლობა, რაც ზოგადად ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებას ნიშნავს. ეს არის ზოგადი პოზიცია, რაც შემიძლია დავაფიქსირო, გადაწყვეტილება კანდიდატთან დაკავშირებით ჯერჯერობით მიღებული არ არის, ასე ვთქვათ, სერიოზული მსჯელობაც პრინციპში ჯერჯერობით. თუმცა თქვენ არ გამორიცხავთ კალაძის კანდიდატურას. ვერაფერს
ვერ გამორიცხა. დიდი მადლობა, წარმატება მინდა გისურვოთ, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად და გავრცელებული ინფორმაცია უახლოეს პერიოდში სამთავრობო ცვლილებებზე, ამის შესახებ რას გვეტყოდით? არავითარი ნიშანი ამის არ არსებობს. ანუ მთავრობა არ შეიცვლება უახლოესი პერიოდი, არც კვირიკაშვილის გახარიათი ჩანაცვლება მოსალოდნელად. პრემიერს რაც შეეხება ეს პრაქტიკულად გამორიცხულია, რაც შეეხება ცვლილებებს ამის ნიშნებიც არ არის. დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ, მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ. მაშასე ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარე, რეკლამის შემდეგ უკვე მსახიობების სატკივარი რეაქციაში დაგველოდეთ.